მოგესალმებით TST სპორტის მაყურებლებო, ისევ გერმანიაში ვართ, ქალაქ ესენში ვემზადებით რიგით მესამე ვლოგის გადასაღებად წინ პორტუგალიასთან თამაში გველოდება. გამოიწერეთ აუცილებლად ჩვენი არხი, გააქტიურეთ ზარისხილაკი, არ დაგავიწყდეთ რომ დაგვიწეროთ ასევე კომენტარები, გითხრათ თქვენი აზრი, გეტყვით რომ ჩვენი მხარდამჭერი ევროპის ჩემპიონატზე არის ლიდერ სპორტი, მადლობა მათ ამ მხარდაჭერისთვის, რაც შეეხება ქალაქ ესენს, გეტყვით რომ სხვა ქალაქებთან შედარებით არის წყნარი ქალაქი. თუმცა აქაც რა თქმა უნდა შეინიშნება ის ევროპის ჩემპიონატის ხიბლი, რომელიც გერმანიას თან დაყვება მთელი ეს პერიოდი, გამოფენილია ამ ქუჩაზე სხვადასხვა ქვეყნის დროშები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობენ, მათ შორის არის საქართველოს დროშაც, რომლის დანახვა ჩვენც განსაკუთრებით გაგვიხარდა. სანამ ჩვენ ჩავალთ უკვე ქალაქ ფელბერგში, სადაც ეროვნული ნაკრების ვარჯიშს დავესწრებით, დაგათვალიერებიებთ ქალაქს, მერე კი უკვე შემოგიერთდებით ვარჯიშიდან. და მანქანა გაუფუჭდა. Scheiße. Auto stehen geblieben. Ich warte erst mal. We cannot go. Სილუს მოვასწარით საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე, იმ ქვეყანაში სადაც ალბათ ტრანსპორტს არასდროს პრობლემა არ აქვს, სულ ჩვენ გვექნება რატომღაც ხარ მატარებელი გაფუჭდა დღეს როცა გზაში მოვდიოდით, ტაქსი გაგვიფუჭდა გზაში და არ ვიცი, საბოლოოდ მოვასწარით. ქართველები ხურდებით ნენელა მატჩისთვის დაახლოებით შეხვედრა რამდენად დარჩენილი 5 საათს ნახევარი. არ ვიცით რა იქნება შეხვედრაში, ეხა ნახავთ კადრებს თუ როგორ მოვემზადებით მატჩისთვის, როგორი განწყობა არის გულშემატკივრებში და გადავინაცვლოთ უკვე შეხვედრაში. იყავით ჩვენთან ერთად, გამოიწერეთ აუცილებლად ჩვენი არხი და გეტყვით რომ ჩვენი მხარდაჭერი ევროპის ჩემპიონატზე არის ლიდერ სპორტი. ჩვენ ვიყოფებით ისევ გეზეკი ხენში და ჩვენ გვერდზე არის ადამიანი, რომელიც რამდენიმე წელიწადში დარწმუნებული ვარო საქართველოს ნაკრებში ითამაშებს. ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავს და თუ ვეცნობთ ეს არის ახალგაზრდული ნაკრების წევრი. What's your feeling now and what's your emotion? I feel amazing. Საქართველოს გამარჯვოთ. I love it. I love the way that we play football, you know. We've really got a chance to win today and I reckon that we can make it out of the group today. I think we will win 2-1 today. Yeah, okay. თქვენი შვილია როგორი ემოცია, როდესაც ელოდებით რომ რამდენიმე წელიწადში შეიძლება ეროვნულ ნაკრებთან ერთად მაინც აქ ითამაშოთ. ჩვენ უკვე პროგნოზი დავდეთ რომ ის აუცილებლად იქნება ეროვნული ნაკრების წევრი. Ну, როგორც მშობელს, რა თქმა უნდა, მინდა ვიბრძვით ამისთვის, შრომობთ ამისთვის და რა თქმა უნდა, მინდა რომ ითამაშოს. თავარია მის შრომაზე დამოკიდებულია რას გააკეთებს ეს შემდეგი 2-3 წელიწადი და თუ გამოიძახებენ ხო, რა ვიცი, ეს ჩემთვის იქნება სასწაული. თუ არ გამოიძახებენ, აქ ვიქნებით, ბიჭების გვერდზე ვიქნებით, ხომაგებთან ვიქნებით და ყოველთვის ვიქნებით ქართული ხალხის გვერდზე. გამარჯვება საქართველო, გამარჯვება ჯორჯია, წინახალი გამარჯვების წევალები მოშას. Georgia, Georgia, Georgia,
ნახეთ ალბათ ოთონემსაძის გამოსვლა ქალაქ გეზეკიხენში ძალიან კარგი მუხტი შემოიტანა და ჩვენთან ერთად არის მადლობა ოთო ამ განწყობის შექმნის. მადლობა თქვენ ყველას. მაინტერესებს რა აზრი გაქვს დღევანდელი მატჩის მიმართ და როგორი განწყობით ხარ, როგორი შემართებით? მაგას არ აქვს მნიშვნელობა ვის ვეთამაშებით. სადაც საქართველოა, იქ ვართ ჩვენც ყველანი მთელი ერი და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ის დღეა, როცა საქართველო ძალიან დიდ გამარჯვებას იზიარებს. გავალთ პლეი-ოფში და იმასაც გავწდებით. მე ვნახოთ. კითხავს მესამე შეხვედრა, ორი მატჩი გავიარეთ, როგორი ემოცია გაქვს, რამდენად მოგეწონა ჩვენი ბიჭების თამაში ამ ორ შეხვედრაში, რომელიც უკვე გავიარეთ. ჩვენმა ბიჭებმა ევროპის ჩემპიონატამდეც ძალიან იშრომეს ჩვენი ქვეყნისთვის და ხედავდით მათ თავდადებას და უზოგავჟინს, რომ რაღაცით ჩვენი ქვეყანა გახარებული ყოფილიყო და თავარია რომ ის აიგერ გელზენკირხენში იქნება, ჰამბურგში იქნება და დორტმუნდში თუ მიუნხენში თუ სადაც გინდა იქ ვიყოთ, ეგ ქართველები ერთად ვართ, გვიცნობენ, უყვარვართ და ძალიან დიდ პატივს გვცემენ აი ამ ბიჭების დამსახურებით. დიდი მადლობა ბიჭებო, კოცნით გიხოით თქვენი ოთარა. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები დღეს გამარჯვებულები ბრუნდები. საქართველო, 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 საქართველო. წავედით, ძალიან კაი განწყობაა და არ დავაგდოთ მუხტი ეხა რა. მოდი ეხა, არ ვიცი ეს ბოლოლოგია თუ არა ევროპის ჩემპიონატიდან. ვიმეტანოთ რომ არა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატი შედგა რა. ჩვენთვის შედგა. ამაყები ვართ რომ არ ვართ. გერმანიაში საქართველოს ხვირი ვართ ამდენი ქართველი და შესანიშნავი გარემო, შესანიშნავი ატმოსფეროა და წინ გამარჯვების ხე რაც წავარდო. ესე იგი, თქვენთან ერთად ვითვლით ჩვენს დროს თამაშამდე 3 საათნახევარი დარჩა უკვე და გახურდა აქ ბოლომდე სიტუაცია, ვემზადებით მატჩისთვის და ადამიანი ნახეთ, რომელიც ქართული ტრადიციული 60-ით არის ჩვენთან ერთად. რა სიტყვით, როგორი განწყობით და ემოციით ხარ? განწყობა არის ძალიან დადებითი. დიდი იმედი გვაქვს რომ მოვიგებთ, ანუ სტატისტიკას გვაჩვენებს, ესე იგი ერთი წავაგეთ, ერთი ფრე და ეხა უნდა მოვიგოთ, სხვა გზა არა გვაქვს. ჩემი სამოსით გამოვხატე ის ქართული სული, რაც გვაქვს და ჩვენ ვართ მებრძოლები, ძალიან პატარა ქვეყანა ვართ და ძალიან ბევრჯერ დავანახეთ ყველას, რომ იმაზე მეტი შეგვიძლია, ვიდრე ყველას გონია და დღეს კიდევ უფრო მაგრა ვანახებთ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ ძალიან მაგარი ერი ვართ. ჩვენ უკვე მოვიგეთ. ძალიან მაგრა მოვიგეთ და ძალიან დიდი მადლობა. ეგრეა, ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ, იმიტომ რომ ევროპის ჩემპიონატზე ვარ. ჩვენთვის ეს სოფლიო ჩემპიონობაც არის, ევროპის ჩემპიონობაც არის და ყველაფერია, იმიტომ რომ ის ემოცია შევიგზავნით, რასაც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ყოფნა გვქვია. ამის შემდეგ რა იქნება, როგორ იქნება, ეს კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯები უნდა იყოს. დანარჩენად ჩვენ დღეს გამარჯვებულები ვართ. როგორც არ უნდა დასრულდეს დღევანდელი შეხვედრა, ქართველმა ხალხმა, ქართველმა ფეხბურთელებმა გაიმარჯვეს, ჩვენ ყველას მათი გვჯერა. წავედით, ვიყოთ რაც თავარია ერთად და შევიგრძნოთ ბოლომდე ამ ბოლო მატჩის ემოციები. მე იგავარ სამეჩის, სადაც ჩემპიონს ამაშო. იმერე, ერთად ვიბრძოლებ რუსავლებს. შეხვედრა ძალიან თავარი და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება წინ. ნახოთ როგორი მატჩი გამოვა, ემოციები უკვე პიკზეა და აღარ ვიცით როგორ მოვიდგინოთ ამ ყველაფერის გათვალისწინებთ და როგორ შევიკავოთ თავი. ნახოთ რა იქნება წარმატებები ჩვენს გუნდს და ჩვენს ნაკრებს. და ნახოთ ჯორჯი, ალას ბიჭო!
მოწმდება ხალხი, პენალტი მოწმდება ჩვენს ასაკერებს. დავინახე რომ პენალია, უეჭველი უნდა იყოს საბიტი. მოდი სანახავ. ერთი წუთი და ჯგუფიდან გავედი. ერთი თამაში გერმანიიდან. ბიჭო არ ვჯერო, მართლა არ ვჯეროდა. მართლა არ ვჯეროდა. მინდორზე ქართული ფეხბურთის ისტორია დაიწერა. მოვიგეთ, გავედით ჯგუფიდან არ მჯერა. აი მართლა არ მჯერა და ვერც ვერასდროს ვერ დავუჯერებ ამ ყველაფერს, რომ ამ ყველაფერს მონაწილეები ვართ და ჩვენი თვალით ვნახავთ. საოცრება. იონში ესპანეთი გველოდება. გამოიწერეთ აუცილებლად ჩვენი არხი. იყავით ჩვენთან ერთად, ჩვენი მხარდამჭერი ევროპის ჩემპიონატზე არის ლიდერ სპორტი და დიდი მადლობა მათ იმისთვის რომ მოგცეს საშუალება ყოფილიყავით აქ და გაგვეზიარებია ეს ემოციები თქვენთვის. შევხვდებით შემდეგ ვლოგში ისევ გერმანიიდან, ისევ ევროპის ჩემპიონატზე. ესპანეთთან მატჩი გველოდება.